კლიმატის სკეპტიკოსების რიცხვი თითოეული სტიქიური უბედურების შემდეგ მცირდება. წინა გამოშვებაში უკვე მოკლედ განვიხილეთ ბუნებრივი ანომალიების პროგრესირების ერთ-ერთი მიზეზი მიკრო და ნანოპლასტმასები. ჩვენი პლანეტის წყალში, ნიადაგში, ჰაერსა და სხვა გარემოში შეღწევის შემდეგ მათი ნაწილაკები უკვე გახდნენ კლიმატური პროცესების აქტიური მონაწილეები, არღვევენ წყლის ციკლს და ენერგეტიკულ ბალანსს. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ არანაკლებ საშიში ვიდრე თავად სტიქიური უბედურებები, რას უშრებიან მიკრო და ნანოპლასტმასები ადამიანებს. დღევანდელი გამოშვება სწორედ ამას და გასული კვირის ყველაზე რეზონანსულ კლიმატურ მოვლენებს ეძღვნება. შეერთებული შტატები 17 დეკემბერს დასავლეთ შეერთებული შტატების დიდი მთის მასივში, კლდოვან მთებში ძლიერი შტორმების სისტემა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთისკენ მოძრავმა ქარიშხალმა 30-ზე მეტ შტატში ექსტრემალური ამინდის პირობები შექმნა. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში ძლიერმა ქარის ნაკადებმა, რომელთა სიჩქარე 222 კმ/სთ მიაღწია, 9 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა წინაწყალდიდობის შედეგები. ვაიომინგში ქარიშხალმა ქარის სიჩქარის ახალი რეგიონალური რეკორდი დაამყარა. კოფინის მთაზე ნაკადებმა 232 კმ/სთ მიაღწია. შტატის დედაქალაქ შეიენის მახლობლად ძლიერმა ქარმა სატვირთო მატარებლისას მეტი ვაგონი გადააბრუნა. რამაც რკინიგზის მონაკვეთი მთლიანად გადაკეტა. გზების გაწმენდა სპეციალიზებული ჯგუფების თითქმის 18 საათიანი მუშაობა დასჭირდა. აიდაჰოს შტატის ქალაქ ტვინ პოლში ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა, როდესაც ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს, სადაც ისინი სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ. ძლიერმა ქარმა ხანძრების გავრცელებას შეუწყო ხელი. სამხრეთ დაკოტას შტატის ქალაქ პენინგტონის ოლქში ხანძარმა დროებით გადაკეტა გზატკეცილი. კოლორადოს შტატის ქალაქ იუმას ოლქში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა, რომელმაც 16,000 ჰექტარი მიწა დაცვა, მასობრივი ევაკუაცია გამოიწვია. ბოლდერის ოლქში ქარიშხალმა მტვერი და ნანგრევები მოიტანა, რამაც მკვეთრად შეამცირა ხილვადობა გზებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქარიშხალმა ქვეყნის ჩრდილოეთ ვაკეებსა და ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თოვლი და ქარბუქი მოიტანა, ლოკალიზებული ნალექებითა და თოვლის საფარით. მისისიპისა და ოჰაიოს მდინარეების ხეობებში ძლიერი წვიმები მოვიდა, რამაც მგზავრობის შეფერხებები და აეროპორტებში დაგვიანებები გამოიწვია. 19 დეკემბრის ღამეს ქარიშხალმა ჩრდილო-აღმოსავლეთით მიაღწია. ძლიერმა წვიმებმა და 109 კმ/სთ ქარის ნაკადებმა შობისა და ახალი წლის მოგზაურობის სეზონზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები გამოიწვია. 20-დან 23 დეკემბრამდე პერიოდში ჩრდილოეთ კალიფორნია მოექცა ძლიერი ატმოსფერული მდინარის ანანასის ექსპრესის გავლენის ქვეშ. დაბლობ რაიონებში 150 მმ-მდე ნალექი მოვიდა, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა სეზონურ საშუალო მაჩვენებლებს და გამოიწვია მდინარეების ადიდება და ქალაქის სადრენაჟე სისტემის გადატვირთვა. ყველაზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა რედინგის ქალაქში, სადაც წყალმა სწრაფად დატბორა მიწისქვეშა გადასასვლელები და სატრანსპორტო კვანძები. წყლის დონის უეცარმა მატებამ ტრაგედია გამოიწვია. წყლის საფრთხის ქვეშ მოქცეული მძღოლი მანქანაში გაიჭედა და პოლიციელისა და სასტრაფო დახმარების სამსახურების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პლეისერის ოლქში მეხანძრეებმა ჩვილი ბავშვიანი ოჯახის გადარჩენა მოახერხეს, როდესაც ისინი სწრაფად მოძრავ დინებაში მოყვნენ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა მდინარემ მათი სახლი მთლიანად ალყაში მოაქცია. სტიქიამ სერიოზულად დაარღვია ჩრდილოეთ კალიფორნიის სატრანსპორტო სისტემა. სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა, ხოლო შეფერხებები დაფიქსირდა ლოს-ანჯელესისა და საკრამენტოს აეროპორტებში. წყალდიდობამ გამოიწვია რამდენიმე გზის დაკეტვა, მათ შორის ამერიკის სასმერთე გზატკეცილი, რომელიც შტატების დასავლეთ სანაპიროს მთავარი არტერიაა. იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში 21 დეკემბრის სტილით ძლიერი ჰიდროთერმული აფეთქება დაფიქსირდა. ადგილობრივი ვულკანოლოგიური ობსერვატორიის ვებკამერამ ჰაერში მაღლა ამოფრქვეული ტალახი და ნამსხვრევები დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ შავი ალმასის აუზი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არ არის, თუმცა ბოლო 19 თვის განმავლობაში აქ სპორადული ტალახის ამოფრქვევები ხდებოდა. ივლისში ძლიერმა აფეთქებამ, რომელსაც თან ახლდა ტალახისა დაქვების სვეტები, რომლებიც ათეულობით მეტრ სიმაღლეზე ადიოდა, პარკის ადმინისტრაცია აიძულა. ბისკვიტის აუზის ტერიტორია ვიზიტორებისთვის დაეკეტა. გარდა ამისა, აქ დამონტაჟდა ახალი კამერა, ასევე სეისმური და აკუსტიკური მონიტორინგის სადგურები უფრო საფუძვლიანი და უწყვეტი დაკვირვებისთვის. იტალია
19 დეკემბერს იტალიის კუნძულებაზე ძლიერი წვიმა მოხდა. რამდენიმე საათში 65 მმ-მდე ნალექი მოვიდა. გზები სწრაფად გადაიქცნენ მღელვარე მდინარეებად, წყალი კიბეებიდან შედიოდა და ფანჯრებიდან იღვრებოდა, უამრავი სარდაფი და ავტოფარეხი დატბორა. შენობებსა და სკოლებს სერიოზული ზიანი მიადგა. პორტო აძუროში პოლიციას საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია მოუწია. კუნძულზე მეწყერისა და წყალდიდობის გამო ზოგიერთი სოფელი გარესამყაროსგან იზოლირებული იყო. წელსელბას მაცხოვრებლებმა უკვე მეოთხედ იცადეს ძლიერი შტორმები და მათ მასნამდვილ განმეორებად კოშმარი უწოდეს. პარაგვაი 21 დეკემბერს პარაგვაის ალტო პარანას დეპარტამენტზე პირველი კატეგორიის ტორნადო დაატყდა თავს. მორევი სანტა-როზა დელ მონდეისა და სანტა-რიტას ქალაქებს შორის წარმოიქმნა. ყველაზე მძიმე ნგრევა კოლონია კურუპაიტის სოფლის დასახლებაში დაფიქსირდა, სადაც ხის კონსტრუქციები და გადახურვის გოფრირებული ლითონის ფურცლები ათეულობით მეტრზე იყო მიმოფანტული. ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. მორევმა ხეები და ბეტონის ელექტროგადამცემი ხაზის ბოძებიც აქცია 63 მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ორივე დაზარალებულ ქალაქ სოფლის რაიონებთან აკავშირებს. შედეგად რაიონში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა მოხდა და ნანგრევების გასაწმენდად გზა დროებით დაიკეტა. საუდის არაბეთი დეკემბრის შუა რიცხვებში საუდის არაბეთში იშვიათი და მასშტაბური ამინდის ფენომენი დაფიქსირდა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ტაბუკისა და ჰაილის პროვინციებში ძლიერი თოვლი მოვიდა. ამავდროულად ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. თოვლსთან ახლდა ძლიერი ქარი და ხშირი ნისლი. თოვლმა დაფარა არა მხოლოდ მთის მწვერვალები, არამედ მიმდებარე უდაბნოს პლატოებიც, რაც რეგიონში თითქმის 3 ათწლეულის განმავლობაში პირველი ასეთი მოვლენა გახდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს მოვლენა იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ თოვლით დაფარული პეიზაჟების მრავალრიცხოვანმა ფოტოებმა და ვიდეო ჩანაწერებმა ყველა სოციალური მედია მოიცვა, ხოლო მთის სახელწოდების ჰეშტეგი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული გახდა. თოვლის დაწყება 17 დეკემბერი რეგიონისთვის უჩვეულო და დრეული თარიღი იყო, სადაც თოვლი, თუ საერთოდ მოდის, ჩვეულებრივ მხოლოდ იანვარ-თებერვალში მოდის და მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში. მეტეოროლოგები ხაზს უსვამენ, რომ ნულზე დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის კომბინაცია, რაც ასეთ ფენომენს იწვევს, აქ ძალიან იშვიათად ხდება. ამავდროულად ქვეყნის აღმოსავლეთით ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული უეცარი წყალდიდობის გამო აშარკიას პროვინციაში, ქალაქ ალ-ჯუბაილში ქუჩები და მანქანები წყალდიდობის ქვეშ აღმოჩნდა. ალ-კასიმის პროვინციაში, ბურაიდაში სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, ასევე დაიტბორა დედაქალაქ რიადის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის მონაკვეთები. ირანი ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი ქვეყანა დაზარალდა შტორმით ირანი, რომლის სამხრეთ პროვინციებიც კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა. ჰორმოზგანის პროვინციაში, კიშის კუნძულზე 24 საათზე ნაკლებ დროში 140 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ძლიურ საშუალო მაჩვენებელს აღემატებოდა. სულ 3 დღის განმავლობაში ნალექების რაოდენობა 200 მმ-ზე მეტს მიაღწია. მდინარის ადიდების გამო რიგ რაიონებში 17 სოფლის გზა დაიკეტა. ძლიერმა წვიმებმა ასევე დააზარალა სპარსეთის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ძირითადი საპორტო ქალაქები, მაგალითად, ბანდარ-ხომეინში 180 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. ძლიერმა წყალდიდობამ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გერმანიის პროვინციის ქალაქ განჯის ოლქში 20-ზე მეტი სოფელი გარესამყაროსგან იზოლირებული იყო. ბუშერის პროვინციის ბანდარიკში ათობით ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. ამავდროულად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში თოვლი მოვიდა. ისპაჰანის პროვინციაში ეს მოვლენა 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა და რაზავი ხორასანის მთიან რაიონებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. სტიქიამ სოფლის მეურნეობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროვინცია დაზარალდა, ყველაზე დიდი ზარალი ბუშერის პროვინციამ განიცადა. ბორთხუნისა და ბაგანის რაიონებში წყალდიდობამ დაახლოებით 1000 ჰექტარის ფართობზე პომიდორის პლანტაციების 60-დან 100%-მდე გაანადგურა. საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები. 18 დეკემბრიდან ქვეყანას ძლიერი და იშვიათი ზამთრის შტორმები დაატყდა თავს, რომლებსაც თან ახლდა ჭექა ქუხილი დასეთქვა. ყველაზე მეტად რას ალ-ხაიმას საამირო დაზარალდა, სადაც 2 დღის განმავლობაში ძლიურ საშუალოზე მეტი ნალექი მოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძლიური საშუალო ნალექი დაახლოებით 100 მმ-ია, მაგრამ ბოლო მშრალ წლებში ეს რაოდენობა 50 მმ-მდე შემცირდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2024 წელი, როდესაც ქვეყანამ ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმები განიცადა. წვიმებმა დატბორა გზები და საცხოვრებელი უბნები, რამაც ტრანსპორტის სრული პარალიზება გამოიწვია. სტიქიის შედეგად ქუჩებში დაზიანებული მანქანები, ამოტრიალებული ხეები და ტოტების გროვები დარჩა. რას ალ-ხაიმას ჩრდილოეთ რაიონებში რამდენიმე ძაბრის ფორმის მორევიც დაფიქსირდა. ჯებელ-ჯაისზე ქვეყნის ყველაზე მაღალი მთა, მთის გზები და ტურისტული ადგილები დროებით დაიკეტა სერპანტინებისა და საფეხმავლო ბილიკების დაზიანების შემდეგ. მთიან რაიონებში წვიმის საანახავად ჩასული მრავალი მაცხოვრებელი მეწყერის შედეგად მოწყვეტილი აღმოჩნდა. დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიანი ოჯახები, იძულებული გახდა მთელი ღამე იქ გაეტარებინა. სტიქიამ ასევე შეაფერხა ძირითადი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, დუბაისა და შარჯას მიმართულებით რეისები გაუქმდა და შეფერხდა, ხოლო მათ შორის პორნების მომსახურება დროებით შეჩერდა. ექსტრემალური ამინდის პირობები კატარშიც გავრცელდა. ქვეყანაში ძლიერი წვიმების გამო არაბული ფეხბურთის ფედერაციის თასის პლეი-ოფის მატჩი გაუქმდა. ჩვენს მიერ ნანახი კატასტროფების მასშტაბისა და ძალის ფონზე, კომენტარი აზრს კარგავს. კითხვა აღარ არის, მოხდება თუ არა შემდეგი კლიმატური უბედურება, არამედ გვექნება თუ არა საკმარისი აზროვნების სიცხადე, რომ ადეკვატურად უპასუხოთ მას. კვლევის თანახმად მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ განიცადა IQ-ს მაჩვენებლების სტაბილური ზრდა ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც ფლინის ეფექტით. თუმცა 1970-იანი წლების შემდეგ დაბადებული თაობებისთვის ეს ტენდენცია შეიცვალა, ინტელექტის დონე მკლება დაიწყო. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მიკრო და ნანოპლასტმასები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მასში. ელექტროსტატიკურად დამუხტული პლასტმასის ნაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ ორგანიზმის ბიოლოგიურ ბარიერებში, მათ შორის ჰემატოენცეფალურ ბარიერში ანუ პირდაპირ ტვინში. იქ ისინი თანდათანგროვდებიან და ქმნიან მუდმივი ფონური სტრესის მდგომარეობას. შედეგად, ტვინი იწყებს მუშაობას ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, როგორც კომპიუტერი მუდმივად დაცლილი ბატარეით, რაც თიშავს მის ყველაზე რთულ ფუნქციებს. უპირველეს ყოვლისა ზიანდება ანალიზი, დაგეგმვა და კრიტიკული აზროვნება. და სწორედ აქ ყალიბდება საგანგაშო სურათი. ტვინი სულ უფრო მეტად უარს ამბობს ლოგიკურ ანალიზზე და გადადის ინსტინქტურ რეაქციებზე. ადამიანს ნაკლებად შეუძლია რეალური საფრთხეების ამოცნობა და მათზე არასათანადოდ რეაგირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ახსნათ იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც ვიდეოს გადასაღებად აქტიურ ვულკანზე ადიან, კამერით დგანან და ღმავალი მეწყერის წინან ქარიშხლის დროს მძვინვარე ზღვაში გადიან. საფრთხე სულ უფრო მეტად იმალება ისეთ მოვლენებშიც კი, რომლებიც თითქოს უნებელი ჩანს. არასეზონური წვიმა, უეცარი თოვლიან მკვეთრი დათბობა აღარ არის მხოლოდ სიხარულისა და ახალი შთაბეჭდილებების მიზეზი, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია. პრობლემა ის არის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ სიგნალს. ადამიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს თავისი მსჯელობის სიფხიზლეში, სინამდვილეში კი იმპულსურად მოქმედებს. როგორც ეს მოხდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, როდესაც ადამიანები მთაში უბრალოდ წვიმის სანახავად წავიდნენ, მაგრამ მეწყერის გამო მთელი ღამე იქ გაატარეს, იმის გარანტიის გარეშე, რომ არ გახდებოდნენ კიდევ ერთი მიწის ჩამონგრევის მსხვერპლი. თუ არაფერს გავაკეთებთ, ვრისკავთ, აღმოუჩნდეთ სამყაროში, სადაც ადამიანები საფრთხეს ხედავენ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ მას, სადაც twins აღარ შეუძლია მიზეს შედეგობრივი კავშირის დამყარება, მიკრო და ნანოპლასტიკები ამცირებენ ინტელექტს და ანადგურებენ twinis იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, ყურადღებასა და შემოქმედებითობაზე. ეს უსტად ისკონებრივი უნარებია, რაც საჭიროა სამეცნიერო მიღწევების მისაღწევად და პლასტმასის მიერ შექმნილი საფრთხის ნეიტრალიზაციისა და კლიმატური კრიზისის დასაძლევად. ჩვენი გამოთაყვანება აღარ არის პროგნოზი, ეს რეალობაა. და კაცობრიობის მთავარი ამოცანაა გამოსავლის პოვნა, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს გონება და დარჩენილი ცოტა დრო.